საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემების თანახმად 2015 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 92,2 მილიონი დოლარი, ანუ 202 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 23,5%-ით ნაკლებია 2014 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91,6%-ი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობა მარტში $1 მილიონ გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 93,6% მოდიოდა. თითქმის განახევრდა ფულადი გზავნილების მოცულობა რუსეთიდან, გზავნილები შემცირებულია საბერძნეთიდან და იტალიიდანაც. პარასკევის შემდეგ მცირედით, მაგრამ ისევ გაუფასურებულია ეროვნული ვალუტა. დღევანდელი მონაცემებით $1 გაყიდვა 2 ლარად და 24 თეთრად, ყიდვა კი 2 ლარად და 25 თეთრად არის შესაძლებელი. 24 ნახევარი შესყიდვა არის, 2 და 25 გაყიდვა არის, მაგრამ შეინიშნება თვითონ მომხმარებელთა ძალიან ნაკლებობა, იმიტომ როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი ძალიან ნაკლები არის ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. თუ ბანკები არ დაუშვებენ იმას, რომ საგრძნობლად იქნეს ფასი მომატებული, ამ შემთხვევაში სტაბილურად იქნება 24 ნახევრიდან 2 და 25 სპარგლებში მერყეობს